მოახდინეთ თქვენი ძალების კონცენტრაცია, ძალაუფლების 58 კანონის 23 კანონი და დღეს განვაგრძობთ რობერტ გრინის ძალიან ჩემთვის საინტერესო და ბევრ კითხვაზე პასუხის გამცემი წიგნის გარჩევას. გამარჯობა, მე ვარ ელენე და ეს არის ჩემი არხი Reverse Monday. 23 კანონის ფორმულირება. გაუფრთხილდით თქვენს ძალებსა და ენერგიას. მათი კონცენტრაცია ყველაზე ძლიერ წერტილებში მოახდინათ. უფრო მოიგებთ თუ იპოვით ნედლეულით მდიდარ მაღაროს და მას ჩაუღრმავდებით, ვიდრე ერთი მომცრო მაღაროდან მეორე მომცრო მაღაროზე გადაინაცვლებთ. ინტენსიურობა ყოველთვის ჯაბნის ექსტენსიურობას. როდესაც ეძებთ იმ ძალების წყაროს, რომელსაც შეუძლია თქვენს აღმასვლას ხელი შეუწყოს, მოძებნეთ ერთი უმთავრესი მფარველი, ის ძროხა, რომელიც დიდხანს მოგცემთ რძეს და როგორც ხედავთ, აქ ძალიან ბევრი წარწერა მაქვს, მე მიყვარს წიგნში შიგნით მუშაობა და ვფიქრობ, რომ ის არის ნივთი და ნივთი უნდა მოვიხმაროთ და არა პირიქით. მოკლედ ეს თავი გავიმართლე, რატომ აქვს ამდენი წარწერა და მინდა ამოვიკითხო ეხლა ეს წარწერები, რომ კანონის ფორმულირება შევავსო ჩამებურად. ამ შემთხვევაში, როდესაც ავტორი ახსენებს მაღაროს, რომელიც შეიძლება იყოს დიდი ან პატარა, გულისხმობს მფარველს. მფარველი კი შეიძლება განვარტოთ, ადრე შეიძლება ყოფილიყო მეფე, დედოფალი, დღეს შეიძლება იყოს ნებისმიერი ადამიანი ან კომპანია, რომელიც არის ჩვენთვის დამსაქმებელი ან ის, ვინც უზრუნველყოფს ჩვენს კეთილდღეობას, მათ შორის ცოლი, ქმარი, დედა, მამა, ანუ ვინც განაგებს, არ ვიტყოდი, მაგრამ სწორად ვთქვი, ვინც უზრუნველყოფს ჩვენს ცხოვრებას. შეიძლება ჩვენი შრომის სანაცვლოდ და შეიძლება უბრალოდ იმიტომ, რომ ვართ, მაგრამ როგორც წესი, რაღაცას ითხოვენ ხოლმე სანაცვლოდ. მე ეს კანონი განვარტევ უფრო სამსახურის პრიზმაში, ანუ მაღარო განვარტე როგორც სამსახური, იმიტომ რომ ძალიან ვფიქრობ, კარგი მაგალითის შემოყვანა შემიძლია და გაშლა ამ თემის თუ სამსახურზე ვისაუბრებთ. და ჩემი რჩევა იქნება ზოგადად იმ ადამიანების მიმართ, ვისაც გადაწყვეტილი აქვთ, რომ მთელი ცხოვრება ან ცხოვრების რაღაც ეტაპზე სამსახური იყოს მათი შემოსავლის წყარო, რომ ხშირად არ იცვალონ ეს სამსახურები. მე არ ვამბობ, რომ უნდა დარჩეთ იმ შემთხვევაში, თუ არ მოგწონთ პირობები, პირიქით მომხრე ვარ ყოველთვის გაუმჯობესების, მაგრამ ბევრი ერთნაირი მოგების, თქვენთვის მოგების მქონე სივრცეში ტრიალი არ გარგებთ არაფერს. ჯობს დიდხანს გაჩერდა ერთ ადგილას და იქ ახვიდე ზემოთ, ან თუ არ არის შესაძლებლობა იქ ზემოთ ასვლის, მალე დაინახო და წახვიდე ისეთ ადგილას, სადაც შესაძლებლობას ხედავ, რომ ახვალ ზემოთ და პლუს მარტო ზემოთ კი არა, არამედ გაიზრდება შენი ხელფასი, გაიზრდება შენი ბონუსი, მარტო პოზიციურ ზრდაზე ნუ ვიქნებით კონცენტრირებული, ხო არის ქართული რაღაცა ესეთი კლიშე, რომ სტიგმა თუ რაც გინდათ დავარქვათ, რომ ყველა ქართველს დირექტორობა უნდაო და სხვა შორის რომ მეკითხებოდნენ, სულ იყო ეს კითხვა ჩემ გარშემო. ხელფასი გირჩევნია თუ პოზიცია? ყოველთვის ვამბობდი, რომ ხელფასი და ეხანდელი გადმოსახედიდანაც ეგრე ვფიქრობ, რომ ყოველთვის არჩევანი რომ მქონოდა ხელფასის სასარგებლოდ გავაკეთებდი, ესე ვთქვათ, არჩევანს. ანუ მაგალითად თუ ხვდებით, რომ ამ სამსახურში, როგორც მე მივხვდი ჩემს რიგით მესამე სამსახურში, რომ ის ხელფასი, რაც მქონდა, მექნებოდა შემდეგი 10 წელი, იმიტომ რომ გამოველაპარაკე იმათ, ვინც დიდი ხანი მუშაობდნენ იქ, დავაკვირდი სიტუაციას, დავაკვირდი ადამიანს, ვინც წყვეტდა ხელფასები რა ყოფილიყო, მივხვდი, რომ ისედაც ზედა მაქსიმუმი მქონდა და არავინ მე აქ ხელფასს ძალიან ბევრი წელი არ მომიმატებდა. ამიტომ კი არ დავიწყე იმაზე ფიქრი, რომ მოდი ახლა მე ბრძოლაში შევალ და გინდა თუ არა მომიმატონ და ასე შემდეგ. არა,
მივხვდი, რომ ეხლა დრო არის გუდანაბადი ავიკრიფო და ვიპოვნო კვანტური ნახტომივით წინ წასასვლელი სამსახური. არ მიჩქარია, ანუ იქ ყოფნა დაახლოებით 6-8 თვე გამოვიყენე იმისთვის, რომ ბევრ გასაუბრებაზე მე არა, ბევრი კომპანიის შესახებ გამეგო, გამეანალიზებინა, სტაბილურია, სტაბილურის გარდა 2, 3, 4, 5 წელში სად ვიქნები იმ კომპანიაში და შესაბამისად მიმეღო გადაწყვეტილება და ეხლა რომ ვაკვირდები ბოლო ჩემი 4 სამსახური. ყველა იყო ძალიან დიდი ნახტომი. ანუ ყოველი შემდეგი იყო ძალიან დიდი ნახტომი შემდეგთან მიმართებაში, როგორც სიდიდით, ისე ხელფასით, ისე პოზიციით. ვერ ვიტყვი რომ სტაბილურობით, იმიტომ რომ მე ბოლო 8 წელი თუ შეიძლება მეტიც კრიპტოში ვმუშაობდი, აქედან გამომდინარე არ იყო ეგ ბაზარი სტაბილური, მაგრამ ღრმა მაღარო იყო. საერთოდ გაითვალისწინეთ, რომ რაც უფრო არასტაბილურ ინდუსტრიაში არის კომპანია, იმისთვის რომ მიიზიდოს კარგი კადრი, ამ არასტაბილურმა ინდუსტრიამ უნდა გადაგიხადოთ მეტი ხელფასები. მაგიტომ კრიპტო, ბლოკჩეინ, AI, ონლაინ თამაშები, ონლაინ აზარტული თამაშები ამ სფეროებში ყოველთვის არის ბევრად მეტი ხელფასი, ვიდრე სხვა ისეთ სფეროში, როგორიც არის საბანკო სექტორი, სადაზღვევო სექტორი, იმიტომ რომ ისინი არიან მდგრადი და რეალურად შენ სტაბილურობას ცვლი ხელფასის სიდიდეში და მე როგორც აღვნიშნე ამ ეპიზოდის დასაწყისში ყოველთვის ვაკეთებდი არჩევანს ხელფასზე და ჩემ შემთხვევაში ყველა ეს ესე ვთქვათ რისკიანი ნაბიჯი რომელიც გადავდგი გამართლებული აღმოჩნდა. ამიტომ იპოვნეთ სამსახური მაღარო, სადაც მაღალ ხელფასებს იხდიან, სადაც ესე ვთქვათ, გააქვთ პერსპექტივა ზრდის და თხარეთ, ანუ ბევრი წელი დარჩით. და ჩემი ყველაზე მომგებიანი სამსახური, რომელიც იყო ამ 4-ელზე რო ვისაუბრო, ანუ კარიერის ბოლო ეტაპზე, იყო აქედან მესამე და 6 წელი ვმუშაობდი მანდ. იმიტომ რომ მივხვდი ეს ის სიტუაციაა და ის გარემოა, სადაც სხვა კომპანიები, სხვა ქვეყნები ვერ დაეწევიან იმ ბენეფიტებს, რასაც მე ესენი მიხდიან და ჩემ მაღაროთ ავირჩია და რეალურად ვთხარე სადამდე ჩევძალი და მე უკვე მივხვდი, რომ იქაც ჩემს ზღვარს მიუახლოვდი და უკვე უბრალოდ შეიძლება რამდენიმე წელი დარჩენილიყავი, მაგრამ წინ ვერ წამოვედი და ამან გამოიწვია ის, რომ გადავედი კიდევ სხვა სამსახურში. ამიტომ ეცადეთ უფრო მეტი დრო დახარჯოთ კარგი კომპანიის პოვნაში, არ იჩქაროთ სამსახურიდან სამსახურში გადასვლა, ვიდრე რომ სწრაფად იცვალოთ, ოღონდ იმიტომ რომ შეიცვალოთ და პლუს თუ სამსახურს არ იცვლით და ახალ საქმიანობის სფეროში გადადიხართ, თქვენი ბიზნესი უნდა დაიწყოთ, პროფესია უნდა შეიძინოთ ახალი, ან თქვენი არსებული პროფესიიდან გააკეთოთ სიტყვაზე საკონსულტაციო ბიზნესი, იცოდეთ, რომ რამდენიმე წელი მაინც დაგჭირდებათ თქვენივე მაღაროთ ხაროთ იმისთვის, რომ კარგი სარგებელი წამოვიდეს. ძროხად შეიძლება აქ როგორც მოიხსენიებს ავტორი მეწველი ძროხა დაახლოებით ფარველი ძროხა იპოვნეთო, შეიძლება სამსახურის გარდა განვარტოთ ესეთ კონტექსტშიც, რომ ჩვენ ვიყოთ საკუთარი თავის მეწველი ძროხები და რეალურად და მფარველი. მე მაგას ვცდილობ ეხლა, რომ მე გავხდე საკუთარი თავის მფარველი ძროხა. არ ვიცი მომავალში, როცა გაიზრდება ჩემი ცნობადობა, მომიწევს თუ არა ვინმეს მივეკედლო ან არ მივეკედლო, მაგალითად არ ვიცი, როგორც დიდ პოდკასტებს ან გადაცემებს ყიდულობენ ხო Spotify და სხვადასხვა არხები, არ ვიცი რა იქნება, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ინგლისურად დავიწყებ Reverse Mondays არხს, მაგრამ
ჯერჯერობით ესე ვფიქრობ, რომ მე მინდა ვიყო ის, ვინც წყვეტს საკუთარი თავის, ესე ვთქვათ, მაღაროს სიღრმეს, რამდენს იმუშავებს, ვიზე იმუშავებს, ანუ არ დამჭირდეს უფროსის პოვნა, ესე ვიტყოდი და რა თქმა უნდა, არ არის ახლა დასამალი 21 საუკუნეში, რომ კაცებიც ეძებენ მფარველ ძროხას, როგორც პარტნიორს ურთიერთობაში და ქალებიც, მაგრამ მან არის ძალიან სარისკო, იმიტომ რომ რასაც ვაკვირდები და ისტორიები მესმის, ესეთ ამ ტიპის ურთიერთობებში, როდესაც არის მხოლოდ გამორჩენა, შენ არაფერს არ ქმნი, იმ მომენტში ცხოვრობ კარგად, მაგრამ ამ ურთიერთობის დასრულების შემდეგ გრჩება მარტო, არ ვიცი, რაღაცა შეიძლება საჩუქრები, შეიძლება ისიც უკან წაიღონ. ამიტომ მე მაინც ეგეთ რისკზე არ გირჩევდით წასვლას და ვფიქრობ, რომ ან უნდა იპოვნოთ კარგი მფარველი დამსაქმებელი, როგორც ესე ვთქვათ, თქვენი მფარველი ძროხა, ან თქვენ თვითონვე გახდეთ საკუთარი თავის მფარველი ძროხა. კანონის დაცვა. კანონის დაცვაში როჩილდების, ბანკირი როჩილდების, ალბათ სხვა როჩილდები არც გვახსენდებიან ბანკირის გარდა. მოკლედ, მაგალითი არის ამ მათ ოჯახზე, რომელიც გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში გეტოში ცხოვრობდა და როგორ დაიწყეს ეს საბანკო საქმიანობა. სიმართლე რომ ვთქვა, ჩვენი მენტალიტეტისთვის ეს არ არის დიდად მისაღები მაგალითი, მაგრამ კონცეპტუალურად რომ აღვიქვათ, შეგვიძლია რომ გადმოვთარგმნოთ ისე, რომ დავცალოთ რელიგიური კონტექსტიდან. მოკლედ, როჩილდების ოჯახში ქორწინებები ხდებოდა სულ ერთმანეთში, ბიძაშვილები ბიძაშვილებზე, ძმისშვილი ძმისშვილზე, ასე შემდეგ და იდეა იყო ის, რომ მათი ძალა უნდა ყოფილიყო კონცენტრირებული ერთიანი და უცხო არ უნდა შეეშვათ თავიანთ ოჯახში და პლუს უნდა ყოფილიყვნენ სულ ფინანსურ საბანკო საქმეში და ეს ძმები ინაწილებდნენ მოკლედ ამ ესე ვთქვათ საქმიანობას სხვადასხვა ქვეყანაში და მათი ძალაუფლება იყო ყოველთვის ძალიან კონცენტრირებული და ფოკუსირებული და ესე ვთქვათ სხვებისთვის მიუწვდომელი, იმიტომ რომ მათ წრეში ვერავინ ვერ შედიოდა და ესე ამბობს ავტორი, რომ კონცენტრაცია საფუძველი იყო როჩილდების ძალაუფლების სიმდიდრისა და სტაბილურობისა. საუკეთესო სტრატეგია ყოველთვის იყო უძლიერესი, თავდაპირველად ზოგადად, შემდეგ გარკვეულ პუნქტებში არ არსებობს იმაზე მაღალი და იმაზე მარტივი კანონი, ვიდრე ძალების კონცენტრაცია, პირველი პრინციპი, მოკლედ ასე ჟღერს, იმოქმედე უკიდურესი კონცენტრაციით. ამაზე ვიტყოდი, რომ ზოგადად აი ესე რომ შეხედოთ, ცოდნის მიღებაც არის აგებული როგორ? ჯერ ვიღებთ ზოგად ცოდნას და მერე შეგვიძლია ჩავავიწროვოთ და კიდევ უფრო ჩავავიწროვოთ, ხო? და აქ მაგალითისთვის მოვიყვან საუნივერსიტეტო სწავლების, ასე ვთქვათ, მოდელს არის ბაკალავრი, შემდეგ არის მაგისტრატურა და შემდეგ არის დოქტორანტურა. ანუ რაც უფრო ვიწროვდები, უფრო ფასდები, უფრო დაფასებული ხარ, ცნობადი ხარ, ანუ ძვირი ღირშანი მომსახურება ამ პროდუქტი, უფრო ისეთი რაღაც წონა აქვს შენს რეპუტაციას და სიტყვას და შესაბამისად ავტორს აქ იმის თქმა უნდა, რომ ფოკუსი რაც არ უნდა ცნობის მოყარე ვიყოთ, ხო? უნდა მივმართოთ ერთი კონკრეტული მიმართულებისკენ. გასაგებია, რომ მაგალითად მე მაინტერესებს ფსიქოლოგია და ჯერ ვიღებ ზოგად განათლებას და ვსწავლობ კოუჩინგს. მერე გადავდივარ ფსიქოლოგიის, ასე ვთქვათ, მაგისტრატურაზე. მერე პოზიტიურ ფსიქოლოგიაში ვაკეთებ PhD-ს. ანუ ეს არის ის ხაზი, რომელსაც თქვენ უნდა გაყვეთ იმისთვის, რომ თქვენი ძალა ჩაითვალოს კონცენტრირებულად. და კიდევ ერთი მაგალითი მინდა მოვიყვანო, განსაკუთრებით მათთვის, ვინც ყიდის ან გეგმავს, რომ გაყიდოს თავისი პროდუქტი ან მომსახურება.
ყოველთვის ჯობს რომ ყავდეთ ძალიან კონკრეტული კლიენტი, არ იყოთ ყველასთვის. ანუ ძალიან იშვიათი შემთხვევაა, როცა ბრენდი პოზიციონირებს, რომ მე ვარ ყველასთვის და ის დიდი ხანი არის წარმატებული. აი გამონაკლისები არის, აი მაგალითად McDonald's-ი რო ავიღოთ, ხო, არის ყველასთვის, არის დიდი ხანია, პრეზიდენტსაც შეხვდებით იქ, რაღაცა ტაქსის წყალსაც შეხვდებით იქ, ანუ არ არის ესე ვთქვათ სხვადასხვა კლასისთვის, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში თუ ჩვენი პროდუქტის გაყიდვა მიბმულია ჩვენ პერსონალურ ბრენდზე ან ძალიან ჩვენთან დაკავშირებულ პროდუქტზე, მაშინ ჩავიწროვდით. ჯერ შეიძლება ზოგადი კლიენტები გყავდეთ, მაგალითად ისევ ჩემ მაგალითზე რო ვისაუბროთ, დავაკოუჩე 200-ზე მეტი ხალი. მივხვდი რომ ყველაფერი ერთნაირად არ მაინტერესებს, ყველაფერში ერთნაირად ძლიერი არ ვარ, ყველას ერთნაირად არ შემილია გავუგო, ამიტომ ჩამოვაყალიბე ჩემთვის იდეალური, ესე ვთქვათ, კლიენტის სახე, აღწერილობა და მინდა რომ ვემუშაო ეგეთ კლიენტებს. მაგრამ ხვდები რომ ესეც კი არის ზოგადი და აქედან ერთ წელში როცა გავივლი ყველა გამოცდას და ასე შემდეგ კიდევ უფრო ჩავავიწროვებ და შეიძლება საქართველოში არ ვიცი სულ 100 ადამიანი იყოს ან 1000 ვერ გეტყვით, მაგრამ ჩემთვის არ ექნება მნიშვნელობა რომ ყველასთვის იყოს. ჩემი მომსახურება, ჩემთვის მნიშვნელობა იქნება რომ ვიყო ძალიან სასარგებლო, ანუ მაქსიმალურად სასარგებლო, მიხაროდეს ის, რასაც ვაკეთებ და რეალურად ჭირდებოდეს ადამიანს მე მასთან ერთად რასაც ვაკეთებ და ამაში ის იღებდეს სარგებელს და მე ვიღებდე ფინანსურ, რეპუტაციულ, ენერგეტიკულ, სხვადასხვა დიდ სარგებელს, ვიდრე ვიყო ყველასთვის და პირობითად არ მომქონდეს სარგებელი და ამასაც არ ქონდეს ჩემთვის, ასე ვთქვათ, კომერციული მოგება. ჩემ საათებს იმაზე იაფად ვყიდე, ვიდრე ფიქრობ, რომ უნდა გავყიდო მარტო იმიტომ, რომ ოღონდ ყველა დავაქოუჩო და აი რაღაცნაირად თქვენც ესე შეხედეთ. რა თქმა უნდა, კარიერის დასაწყისში, საქმიანობის დასაწყისში, პერსონალური ბრენდის შენების დასაწყისში ვერ იქნებით ესეთი პრეტენზიული, რომ არავისთვის არ მინდა 5 კაცის გარდა, მაგრამ ნელ-ნელა საკუთარი თავი უნდა წაიყვანოთ იქითკენ, რომ იყოთ საჭირო კონკრეტული ადამიანების ჯგუფისთვის, მაქსიმალურად სასარგებლო, მაქსიმალურად სასიამოვნო იყოს თქვენთვის და მაქსიმალურად მომგებიანი. აი ეს 4 კომპონენტი უნდა დააკმაყოფილოთ იმისთვის, რომ ყველაფერი იყოს კარგად და თქვენი ენერგიის ფოკუსი მიმართული იყოს ერთი, ესე ვთქვათ, მიმართულებისკენ და როცა ერთი მიმართულებისკენ არის, რა თქმა უნდა, წინსვლა არის ბევრად სწრაფი და ნაკლები გამოწვევებით. და ავტორიც ახლა ამას ამბობს გეგონება წინასწარ წავიკითხე, ნუ მესამეჯერ ვკითხულობ ამ წიგნს, ან წინასწარ წავიკითხე, მაგრამ ჩემი აზრი იყო ის, რომ ერთადერთ მიზანზე, ერთ ამოცანაზე კონცენტრირდით და საკუთარი გეგმის სრულყოფილ ხორცშესმას მიაღწიეთ. და მე ვიტყოდი, რომ საკუთარი გეგმის სრულყოფილ შესრულებას მიაღწევთ თუ ერთ მიზანზე კონცენტრირდებით და ყველა დანარჩენი მიზანი, რომელიც გექნება, იქნება მთავარ მიზანზე პატარა, მაგრამ ემსახურება ამ მიზნის ზემოთ აწევას და ეს შეიძლება მაგალითად იყოს პროფესიული წარმატება და თქვენი ქვემიზანი შეიძლება იყოს ფიზიკური ჯანმრთელობა, კარგი სახლი, მოსიყვარულე ოჯახი, ეს ყველაფერი ემსახურება იმ დიდ მიზანს, ანუ გააჩნია თქვენი მიზანი რა იქნება, ყველა დანარჩენი ქვედა მიზანი შეგიძლიათ რომ სინქრონიზებულად პირიქით ხელს კრავდეს და ხელს უწყობდეს იმაში, რომ ეს თქვენი ძირითადი მიზანი წავიდეს წინ. მაგალითად, თუ არ ყავთ მხარდამჭერი პარტნიორი, რომელსაც ჯერათ თქვენი, თქვენ თუ გინდათ კარიერული წინსვლა, ან კარიერულ წინსვლაზე უნდა თქვათ უარი და მიზანი შეცვალოთ, ან უნდა დაემშვიდობოთ თქვენს პარტნიორს.
ძალიან კარგი მაგალითია მიქელანჯელოსი და გალილეოსი. მიქელანჯელომ თავისუფლება მოიპოვა, როდესაც დაუკავშირდა პაპ იულიუს მეორეს გალილეო მედიჩების ოჯახის წყალობით. ერთადერთი მფარველი დააფასებს თქვენს ერთგულებას და თქვენს სამსახურზე გახდება დამოკიდებული. საბოლოო ჯამში პატრონი ყმას ემსახურება. ამას სხვა კანონებშიც გვეუბნება რობერტ გრინი და საბოლოო ჯამში მართლაც ეგრე გამოდის, რომ ყმა ცხოვრობს საუკეთესო ცხოვრებით ხოლმე. და ესეთი კითხვა მაქვს თქვენთვის. კითხულობ წიგნიდან ოღონდ. ერთ ისარს ორ მიზანში ვერ მოარტყამთ. თუ კი აზრები არეული გაქვთ, ვერ მოახვედრებთ მტრის გულში. აზრი და ისარი ერთმთლიანობად უნდა იქცეს. მხოლოდ მენტალური და ფიზიკური ძალის ასეთი კონცენტრაციით მიაღწევს თქვენი ისარი მიზანს და თანაც გულში მოხვდება. ჩვენ ხო გვაქვს ესეთი გამონათქვამი ორი კურდღის მადევარი ვერცერთს ვერ დაიჭერს რაღაც ესეთია ხო ეს ერთი ის არის ორ მიზანში ვერ მოხდება ვერაფრით მაინტერესებს რამდენად იზიარებთ და თუ არ იზიარებთ ქონიათ თუ არა ცხოვრებაში ესეთი თქვენი ცოცხალი მაგალითი როცა ორივე კურდღელი დაიჭირეთ ან არ ვიცი ერთი ის არის ორივე მიზანში მოარტყით მე როგორც წესი არ მქონია და ძალიან მაინტერესებს დანარჩენი ქართველების ცხოვრებაში როგორ ხდება ეს ყველაფერი. საპირისპირო მოსაზრება. ძალაუფლების მხოლოდ ერთ წყაროსთან დაკავშირება თავის თავში საშიშროებას მოიცავს. ეს ადამიანი თუ მოკვდა, ან წყალობა მოაკვდა, თქვენ დაიტანჯებით. ეს ნამდვილად ასეა თან თუ თქვენი სახელი საჯაროდ ასოცირდება მასთან, თან თუ ეს ადამიანი პოლიტიკაშია ჩარეული, ძალიან სარისკოა. ან კომპანიას თუ რაღაცა ისეთი დამფუძნებლების არის რა, პოლიტიკურად აქტიური, ან მაგალითად ნაცრისფერი შავი ფულით აქვს დაფუძნებული ეს კომპანია. ყოველთვის იყავით ფრთხილად, ვის დაუკავშირებთ საკუთარ თავს და ვის აირჩევთ მაღაროთ, იმიტომ რომ როგორც წესი, მერე თვითონ გარბიან, რა ვიცი, კუნძულებზე და სხვა ქვეყნებს ყიდულობენ და კარგად ცხოვრობენ და მათთან ასოცირებულ ადამიანებს დაძდევენ ხოლმე, რომელსაც რეალურად დარწმუნებული ვარ, რომ ძირითად შემთხვევებში არაფერი არ დაუშავებიათ. ანუ ფრთხილად ვიყოთ, როცა სხვას ვირჩევთ მფარველად, ვის ვირჩევთ და ასევე რომ შეიძლება არ იყოს საჭირო ზედმეტი აფიშირება, რომ ის თქვენი მფარველია. და ავტორს აქვე აქვს ამაზე პასუხი. რაც მეტ მფარველსა და პატრონს ემსახურებითო, მით ნაკლებია რისკი, რომ ერთ-ერთი მათგანი ძალაუფლებას დაკარგავს. თუნდაც ერთ რომელიმეზე მოახდინოთ კონცენტრირება, მაინც შეიძლება იფრთხილოთ და წინასწარ მოემზადოთ იმ დღისთვის, როდესაც თქვენი პატრონი ან მფარველი ვეღარ შეძლებს თქვენს დახმარებას. და აქ როგორ არის იცით, აი მაგალითად რომ გავიხსენოთ კონტენტ კრეატორების სივრცე, ალბათ კი კარგია სტაბილურად რომ გქონდეს ექსკლუზიურობის შეთანხმება და ყავდეს ერთი სპონსორი, მაგრამ ყოველთვის არის რისკია რომ მე ამ ერთი სპონსორის შემოსავალზე გაქვს აწყობილი მთელი გეგმა, დაკარგე ეს სპონსორი შენი ბრალით, მისი ბრალით აღარ არის ბაზარზე პრობლემები შეექმნა და არ ყავს მისი ჩამნაცვლებელი. შეიძლება ჩაობდეს რომ ყავდეს პატარ-პატარა სპონსორები და არავის არ მიცა ექსკლუზივი და სულ ათამაშო ერთმანეთში ხან ერთი იყოს პრიორიტეტული, ხან მეორე იყოს პრიორიტეტული და ესე შეიძლება გააკეთოთ ზოგადად ალტერნატიული შემოსავლის წყაროებზეც, ხო, ინვესტიციებზეც მაგას გურჩევენ, რომ გავაკეთოთ დივერსიფიკაცია ვიყიდოთ, უძრავი ქონება ვიყიდოთ, მოძრავი ქონება, ოქრო, ვერცხლი, ფასიანი ქაღალდები, ობლიგაციები, რომ დივერსიფიცირებული იყოს და ესე არის, რომ ზოგადად ცხოვრების ყველა სფეროში შემოსავლის წყაროს რაც ეხება, ნუ ვიქნებით ერთზე მიბმული, ნუ ვიქნებით სამსახურის იმედად. დაიმახსოვრეთ, რომ სამსახურისთვის, თანამედროვე სამსახურისთვის ადამიანი არის რიცხვი. სახელი და გვარიც არ ვართ.
ადამიანი არის რიცხვი ხან წაიშლება, ხან განახევრდება, ხან გაბევრდება, საბოლოო ჯამში Excel-ის ფაილში ვყავართ შეყვანილი და იქ აკეთებენ ესე ვთქვათ ანალიზს. შეიძლება კიდე რომ ვიყოთ იმ კომპანიაში, უფრო იაფი კადრის მოყვანა ჯობს თუ საერთოდ აღარ ვჭირდებით, იმიტომ რომ ხელოვნური ინტელექტის ეპოქა მოდის. ამიტომ დივერსიფიკაცია შემოსავლის წყაროების და კონცენტრირება საკუთარი ნიშის, საკუთარი აუდიტორიის განვითარებაზე ნებისმიერ სფეროში. 21 საუკუნე ჩემი აზრით სხვანაირად ვერ იქნება. თუ გვინდა რომ ვიყოთ დოვლათიანები, კარგად ვცხოვრობდეთ და ამის უფლება ყველას გვაქვს, უნდა ჩავებათ ამ ფერხულში, რასაც ქვია პერსონალური ბრენდის განვითარება და ჩვენი უნიკალურობით და ინდივიდუალიზმით მოვიზიდოთ ადამიანები, რომელსაც სჭირდება ჩვენი დახმარება, სასარგებლო ინფორმაციის მიწოდება ან კონკრეტული, ესე ვთქვათ, პროდუქტი. და საპირისპირო მაგალითად არის მოყვანილი ლეონარდო და ვინჩი, რომელსაც არ ქონდა ფოკუსი ერთ სფეროზე და ყველაფერი აინტერესებდა არქიტექტურა, ფერწერა, იარაღი, მექანიკა, ქანდაკება, ძალიან ბევრი რაღაც აინტერესებდა, მაგრამ ის იყო გენიოსი, მისი ეს გენიოსობა იყო იშვიათი და დასაშვები. და ჩვენთვის ესეთი როგორც გვიყვარს ჩვენს თქმა ავტორსაც ეგრე ყვარებია, უბრალო მოკვლევებისთვის უმჯობესია ერთი რომელიმე მხარე განმოვითაროთ და 2026 წელი მოდი იყოს თქვენთვისაც და ჩემთვისაც ის წელი, როდესაც მივხვდებით რაში უნდა ჩავვიწროვდეთ, რა არის ჩვენი ძლიერი მხარე, რა გამოგვდის ბუნებრივად, იმისთვის რომ მაქსიმალურად სასარგებლოები ვიყოთ საკუთარი თავისთვისაც და სხვისთვისაც. დროებით გამოიწერეთ არხი და გელოდებით 24 კანონის განხილვაზე.